minutებში მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ეს არის ქართული ხალხის არჩევანი და ჩვენი ურყევი ნება. და მე ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ თამარს აქვს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია, ის მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე, მას აქვს დიდი გამოცდილება საჯარო სფეროში, ასევე დიპლომატიურ სფეროში მუშაობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სხვადასხვა დროს მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. და აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის თემებზე მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება აქვს ქალბატონ ბერუჩაშვილს. და იმ წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქალბატონ თამარს თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ასევე ქალბატონ თამარს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ერჩის დიპლომატიური რანგი. მას აქვს აკადემიურ სფეროში საქმიანობის 14 წლიანი გამოცდილება. დღესაც გახლავთ ასოცირებული პროფესორი, ასევე ევროპაში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობდა სამაგისტრო ლექციებს. მე მჯერა, რომ იგი წარმატებით გაართმევს თავს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას და მე მინდა მას უსურვო წარმატებები. იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი გუნდი ვემსახურებით. ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, მის კანდიდატურას რამდენიმე დღეში წარმოვიდგინეთ. ხო, ქალბატონ თამარს მოусმინოთ. ეს იყო პირდაპირი ჩართვა მთავრობის კანცელარიიდან, როგორც თქვენ მოისმინეთ.